კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვაღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობა საფრთხე აღარ ემუქრება. წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თელავს განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კუთხით. როგორც აღინიშნა, ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დეტალურად აღწერს. ნახეთ, როგორ ოპერატიულად იქნა მობილიზებული რამოდენიმე ერთეული სპეცტექნიკა, რომელმაც დაიწყო მყისიერად გაწმენდითი სამუშაოები. ძალიან ეფექტურად იმუშავა კომპანია ენერგოპრომ და ასევე თელავგაზმა შესაბამისი სერვისის აღდგენის მიკუთხით. ინფრასტრუქტურა იქნა დაზიანებული საკმაოდ ძლიერად, მათ შორის ახლად გაკეთებული ინფრასტრუქტურა, გზები და მიმდინარეობს სამუშაოები ამ ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით და ასევე გაწმენდითი სამუშაოები. მე მინდა მადლობა უთხრა ყველას ამ თანადგომისთვის. პირველადი შეფასებით თელავში უხმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავის ხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით ნალექის რაოდენობა თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს. თელავში შექმნილი მდგომარეობის შესაფასებლად გუშინ დილიდან ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი და სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას განაგრძობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ თელავში სააგენტოს ტერიტორიაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დღეს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ხელმისაწვდომი იქნება. ხოლო ვისაც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი 13 ივლისს ჰქონდა დაჯავშნილი, მომსახურების სააგენტო უმოკლეს ვადაში დაუკავშირდება და გამოცდის ახალ თარიღს შესთავაზებს. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტად ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს. ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტად თვეში ორჯერ ახორციელებს ზღვის წყლის მონიტორინგს სარფიდან განმუხურამდე. მონაცემის სიზუსტისა და აქტუალურობისთვის ველზე იზომება ქიმიოფიზიკური პარამეტრები, ხოლო სინჯების დეტალური და კომპლექსური კვლევა ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმისა და თბილისის ლაბორატორიებში კეთდება. ლაბორატორიაში სინჯების შემოსვლის შემდეგ ხდება კომპლექსური ანალიზები. ადგილზე ხდება ისეთი პარამეტრების განსაზღვრა, როგორებიც არის მძიმე მეტალები, ნუტრიენტები, ნავთობპროდუქტების შემცველობა და ასე შემდეგ. ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს წყლის ხარისხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი სწორედ 12 მოციქულის სახელზე აგებული. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს. ტაძარი არის 12 მოციქულის სახელობის და ამიტომ დღევანდელი დღე იწოდება სვეტიცხოვლად, იმიტომ სვეტიცხოვლის დღესასწაულია 12 მოციქულის ხსენება. უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე აღავლენს წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. წირვა დაიწყება დილის 10 საათზე. თანამწირველები იქნებიან პატრიარქის სინოდის წევრები, სამღვდელოება და მრევლი. პეტრე პავლობის დღესასწაულზე პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად პიტარეთის მონასტერში იმყოფებოდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
საქართველოს ისტორიას მხოლოდ ბრძოლები და გამარჯვებები არ ქმნიდა. მას ქმნიდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ, ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემდნენ და თავიანთი შრომით ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ. ფიტარეთი სწორედ იმ ეპოქის გამორჩეული მემატიანია. 8 საუკუნეზე მეტია ეს მონასტერი გვიყვება საქართველოს ოქროს ხანის შესახებ, როდესაც ქრისტიანულ მარწმენამ შთააგონა ქართული ხუროთმოძღვრების ისეთ შედევრების შექმნა, რომლებიც დღესაც ჩვენი კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილებია. გაუტეხელ მარწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა. იმედის კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში დეკანოსმა ალექსანდრ გალდავამის შეხვედრები გაიხსენა, რომლებიც 2019 წლის შემოდგომაზე ბრიუსელში შედგა და რომელსაც დეკანოსმა ანდრია ჯაღმაიძე მილაპარაკა. სასულიერო პირი ამბობს, რომ ამ ვიზიტის მიზანი ევროსტრუქტურების მუშაობის გაცნობა იყო და ამის გარდა ჰქონდათ კერძო საუბრები საერთო გამოწვევების შესახებ. საპატრიარქოს დელეგაციამ ევროპელ პოლიტიკოსებს, მათ შორის ანდრიუს კუბილიუს და რასა იუგნევიჩიენეს გადასცა ქართული ხალხის განწყობები, რა იწვევდა მათში იმედგაცრუებას. მისივე ინფორმაციით ერთ-ერთი და უმთავრესი თემა იყო ლუკბოტო დღის წესრიგის თავს მოხვევა. აქ ჩვენი სტუხილი იყო ის, რომ მათი ეს გამოხატვის თავისუფლება, მათი ესე იგი აღლუმების ჩატარება, პროპაგანდა, მათთვის ასე ღიად წარმოჩინება და სკოლებში და თქვათ საჯარო სივრცეებში ღია ფორმები დემონსტრირება ამისი ჩვენთვის მიუღებელია. თუ გინდათ რომ ქართველი ხალხის აზრი გაიგონოთ, ჩვენც მოგვისმინეთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, დიდი ოდენობით ქართველის აზრს წარმოადგენთ, თქვათ ევროპარლამენტში და იყო ამ ხრივ მაინც ზედაპირული იყო მათი დამოკიდებულება. წინათ ხვდებოდით მათ წარმოადგენლებს, მათ ადვოკატებს. მაშინ ისინი ითხოვდნენ, რომ ვიცით მოგვეცით საშუალება, რომ უბრალოდ გავევლით. აღლუმსაც არ ჩავატარებთ, უბრალოდ რუსთაველზე გავევლით. მაგრამ საბოლოოდ სულ ამას ვეკითხებოდით, რომ თქვენი მიზანი ხო გავლა არ არის. საბოლოოდ ხო არის თქვათ ქორწინების დაკანონება და ბავშვის აყვანა. რაც კიდევ უფრო საოცრებაა, ხო, ეხა ბავშვის აყვანა ნამდვილად ორ ადამიანს როგორც უნდა ისევ იცხოვროს, მაგრამ ბავშვის აყვანა არის საშინელება, იმიტომ რომ ბავშვის უფლებებს ართმევ, ხო? ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10 საათიდან იწყება და 19 ივლისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. დღეს დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები. მესამე ეტაპი კი 20 ივლისს 10 საათზე დაიწყება და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. უცხოეთის ახალ კლავს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტის ფესტივალის გალა კონცერტი გაიმართა. გალა კონცერტის პროგრამა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავდა. გალა კონცერტის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით მაესტრო ლევან ჭაგაევი ხელმძღვანელობდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია. ფესტივალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენი მაყურებელი ამას უყურებს, უბრალოდ ეს ვრცელდება მთელ სამყაროში, რასაკვირველია ბალეტის სამყაროში და უკვე არიან ის ადამიანები, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიან ამ ფესტივალისთვის თბილისში, იციან, რომ აქ ესეთი დონე დახვდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვდა წილად ვახტანგ ჭაბუკიანის ლაურენცია შემესრულებინა პირველად და შემდეგ რაიმონდა. მინდა მადლობა უთხრა ყველას. ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, ჩემს პარტნიორს ნინი სამადაშვილს და ყველას, ვინც მოვიდა. წლიდან წლამდე უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს ხედავთ. ვიმედოვნებ, რომ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ის ასეულობით ადამიანი და ახალგაზრდა, რომელიც ეუფლება საბალეტო ხელოვნებას, საქართველოს ძალიან დიდ აღიარებას მოუტანს, სწორედ რომ ამ ხელოვნებაში და გისურვებთ კიდევ არაერთ არაჩვეულებრივ ესეთ საღამოს წინ გვაქვს მსოფლიო აღიარების მქონე პინა ბაუშის დასის გასტროლი, რომელიც ამ მეშვიდე ფესტივალის ფარგლებში იქნება.
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი გრემის მრავალგზის ნომინანტი ბენდის Ghost-Note-ის კონცერტი დასრულდა. ზღვისპირა ქალაქმა 3 დღის განმავლობაში მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლა. წლევანდელი ფესტივალი ჯაზის ლეგენდის მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. რომ ფანკის ყვარებიათ, ისეთი რაღაცები მოისმინეს წელს, რომ ერთმანეთს ვერ შეადარებ. ახალი თაობა ჩამოვიდა წელს, 80% სულ ახალი სახეები. აღფრთოვანებული და მადლიერი ვარ, რომ ბათუმში დაკვრის შესაძლებლობა მოგვეცა. შესანიშნავი ქვეყანა და ხალხი გავიცანით. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება იმედის ეთერს, ყო იმედის დილა განაგრძობს დროებით.